დედა რა კაი ტორტი იყო. დედა მამისეიშვილის დაბადების დღეა 12 დღეს, ხო და რო ჩააქრობინეს ტორტი იქ გაჭრეს და შემახვედრეს, ხო, არაჩოული. ბავშვი სად არის? აღარა ანთებენ ნაძვის ხეს, რა თქვა მერი? მერი ვინ არის, ბიჭო, რა მერი? მერი, თბილისის მერი. მერი არ ქვია სახელი? გაჩუმეთი ხლე ის ბავშვი. ის რატო არა ინტონეტა, მაგრამ ეს ინტერესოა. რატო და ვერ მოაგროვეს საკმარისი ხალხი და დაგვაბრალეს მერე ჩვენ რადიკალებმა ჩაგვიშალესო. ომარიკო, შეხედე იქით იაფარულავა დგას. ია. დედა ვერ დამინახა. რო დაინახე ხურასამ გადაიდეოდა, საერთოდ ვინახარ. რა ია? ია ვინ არის? იცი ეგ შენც ვინ არის? ვიდეოს რო გაყურებინე ხო 25 ჯერ. ქალი რო შევიდა ტელევიზიაში. აი ეგ, ია სლეი κουინ. ისე რას გავს ახლა ეს ნაძვის ხე? მართლა იგონათ მე მგონი რომ დავწავდით და რაღაცა ჟღლართი აქვთ მოტანილი. ხო, 1313 რო გვიდგა ნაძვის ხე იმას გავს გაფარტახებულს. დე იქით ამბობენ ახლა რომ პრეზიდენტი შემოუერთდა აქციას ახლაო. და რომელი ხორი პრეზიდენტია? პრეზიდენტი არის ერთი სალომე. აი ზურაბიშვილი. ქალბატონო სალომე. დედა ვერ დამინახა. დე ლობიანი მალე იქნება? დააცადე ახლა გამოწყვე ცოტა ხანი. აჰა, კალი, მორწმუნეობაზე როდებს თავს და მომწერავ. ბარბალობას გილოცავ. ვინ არის ბარბალე? აუ, ვინ მოგწერა გაფიცებ? ვინ და კუბდარიდეიდან მომწერა მესტიიდან მოგიკითხათ თან. აუ დემზია ბებორიკავს უპასუხე რა. მე რო უპასუხო ჯერ მომილოცავს და მე კიდე 1 საათი მლოცავს ხოლმე. ხო დედა. გაიხარე მეც გილოცავ შეგეწიოს. ომარიკო, აქ არის დაგალაპარაკებ. დაილაპარაკე ახლა. ალო. მეც გილოცავ ბებო. მადლობა. 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 ისე გამიკვირდა მზიებებო რო არ ჩამოვიდა ბებია ბაბუების მარშზე გუშინ. სამდე კიმერს ხო გახსოვს სოფელი კონდა გადაკეტილი თვითონ. ხო, მითხრა მე მელაპარაკა. ეხლა ვერ ჩამოვიდა, მაგრამ ახალწლებზე ჩამოვა. 40 შურჩხელა მომაქო, 20 ჩვენთვის და 20 წასაღებად აქციებზე. ხო, მოდი იცი რა ვქნათ? თხილის შურჩხელები აქ დავტოვო და ნიმუშის გავიტანოთ აქციაზე. ხო, თხილის გიყვართ თქვენ? ომარიკო, შენ რომელს ჭამუფრო? მადლობა. მადლობა. დემზია ბებო ახალწელს ფულს მაჩუქებს. რა ვიცი ახლა სულ ჩუქნის ხოლმე და რაც ამზაფხულში ბებიაშეს ნერვები დააგლიჯეს სოფელში რაჭკუაზე იქნება. აუ 1.50 ლარი კი დამხატავდა ახლა. სეკრეტსანტა სერჩუკარი მაქვს საპიტელიზე ეგ. მე მგონი ბებია თქვენს მოსასმენია დამონტაჟებული ამ სახლში. რა ვიცი რამდენჯერ ვახსენეთ იმდენი რეკავს და აუ მარიკო მიდი უპასუხე. აუ მე რა ვუჭყდა? ფულს ვერ ვეწყვი მე მრცხვენია. რა ვიცი ახლა მოისაწყლე თავი და რაღაც ისე შეაპარე. იქით ლაპარაკი ახლა ოთახში საინფორმაციო იწყება ჩუმად. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირა. მთელი ის ქონება, რომელიც შეერთებულ შტატებში და ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების მფლობელობაში ან კონტროლშია, დაიბლოკება. დედა სულ გაუყინია. დედა როგორ გამიხარდა? ანასტასია მიდი ანთენაძვის ხე. აბანეთურები ბევრ სწორს და არა ანთოთო. ეს არის გამონაკლისი. სასიხარულო ამბებზე ხო ვანთებთ ხოლმე კაცო. ბოლოს ავანთეთ ესტონეთის სანქციებზე. არა ციმციმო გააჩერე, რო ციმციმებს თავი მტკივდება. მოიცერწუდი. ხმა გაიგე? აი ეს ოცნების რღვევის ხმა იყო. დედა რა კაი განწყობაზე დავდექი ახლა. ერთი კაი ნამცხვარი ხო არ ჩავსვა. აუ ვინ გამიდის სიგუას ნამცხვარი გამოაცხდა რეზიდენციაში აუტანოთ. რა ხდება ომარიკო რა სახე გაქვს? სიაბებამ დამასანქცირა. კორპუსთან სასწრაფოა მოსული, ნეტავისთან არიან. რა ვიცი აბა, თირკმელი თუა ნუნუსთან იქნებიან. კუჭი თუა თენგიზისთან და ნაღვალზე კიდევ ნებისმიერთან შეიძლება იყვნენ მოსულები ამ საახალწლოდ. მეც ზემოთ გაღიზიანებული. საცივ ჩურჩხელას და გოზინი აღჭამდი დღე და ღამე და რა იქნება? ცოტა შორის 3 ჩურჩხელა ვიპოვე შენი ბალიშის ქვეშ. ხო ახლა რო წამოწვევი ადამიანი კაცო, გაკრავ კბილს. რა იყო ახლა მეც ყოველდღე ხო არ ავჭამ. დე ამოგიტანე მილენარული წყალი. აუ მეც დავლეო. არ დაალივინო. დგას მერი და აბუყინებს უაზროდ.
აზრიანად ვინ ამოყინებს ახლა ვერ გავიგე. მოიტანე მიდი ჭიქა და დაგისხავ. აი მე უყურე, დედა სულ ანჯღრეული მოუტანია რა. შენს გაღიზიანებული გაქვს ნახველი? ნახველი არა, მაგრამ ისე ვარ გაღიზიანებული. კორპუსის ბავშვებს უქეიფია და მე არ მითხრეს. დედა კიდე კაი რო არ წახვედი მან. ბესოს დაულებინებია თუნდაც მაგათთვის ის თავის აკეთებული ტყემლის არაყი. ხო და სულ გაბრუებულები ყოფილან ეს ბავშვები. ომარიკო იცოდე გაფრთხილებს სულელია ეკაცი და თუ რამე სასმელი შემოგთავაზა არ იმასაკნა იცოდე. აუ თქვენ თეკლე უნდა გინახეთ რა მთვრალი იყო. ბედნიერება უნდა დავიბედო გადაწყვეტა და საბოლოოდ კათეტერი და გადასხმები დაებედა. მივწერო ერთი ისე როგორ არის. ვაი თეკლა მე და მირეკა ორში ღამე. ეს ინგადეიდა ჩემი მეორე დედა ხარო ასე მეუბნებოდა. ხო გეუბნებით ვინ იქონდა გამოცლილი? აი მომწერა. ინგა სუდნო რა არის? სუდნო? დედა ეგ როგორ არიცით? ეგ ის არის, აი ცხოში როცა გიჭერს. მე მოვკლავ აუცილებლად ომარიკოს. ხო, ძალიან დიდი ბოდიში რა ვერიკო კიდე ერთხელ ენა უნდა ამოვაცალო ეხლა ამას მე. ვიღაცას წითელია ინ თუ რა მიქარია მჯერად. მე არაფერი იმას მიქნია, ფირცხალა ვამაბრალებს რაღაცეებს. გაბრალებს კი არა, მოდი აქ. ეხლა შენი პირით მითხარი გაზეთმეტსახელის შევკი ფირცხალავას კლასში. სანამ ვიმოქმედე იცოდე. მე არაფერი შემირქმევია. სანამ ვიმოქმედე მეთქი. თავრი ჯღვინა. თავრი ჯგვინას მოგწემ მე შენ. დედამისმა დამირეკა, რა მდგომარეობაში ჩავარდი აღარ ვიტყვი. რა გიყო ეხლა მე შენ მითხარი. ვიცი რომ დავისჯები. აღარ გამიშვა მაშინ ეს კვირა სკოლაში. გესმის, არა გესმის. კიდე რა ხუმრობის ხასიათზეა რა. შებძანდები ეხლა შენ ოთახში უტელეფონოთ და იფიქრებ შენ საქციელზე. და იმაზეც რავაჩუკოთ მზებებოს დაბადების ღია ხმალე გამიწდა დავიფიქრე რაფერი ვერ მოვიფიქრე. აუ წეღა რომ მოდიოდი ამნისტიძეების ბინიდან გამოდიოდა იმ ქალის ცივილკივილი. რა ხდება ნეტა ხო არ იცი? ქვედა მეზობლე მაგის ქმარი მოყვა კაცო გუშინ შეწყალებაში, ხო, დააბრუნდა ოჯახში და დაიწყო თავიდანის მთელი უბედურება. ხოძალადობაზე იჯდა, აუ რა საშინელება, არ და როგორ მშვიდად იყო რაღაცნაირად იქალი ამ ბოლოს, რაღაცნაირად გამოვიდა. ძე, ეხლა ვფიქრობდი ჩემს აქციელზე და კანწოფილს შეწვავ დღეს. ეხლა შენ შეწვავ გასკურაში იწოდე. დამიჭერე კიდეც და ეგ იქნება რა. ჩემ დაჭერად გათავისუფლდა კიდე სამდენი ადგილი ციხეში. მოვედით აეროპორტში. აუ ეხლა რა უნდა გავაკეთოთ? ჯერ 3 საათია ფრინამდე დარჩენილი. დაიწყება რეგისტრაცია ცოტა ხანში და ჩავდგებით რიგში. თიკო მიდი აბაწონი შენი ჩანთა. რამ სიმძიმე გუღა დაუუბ? ამოაკელი მიდი რაღაცები და გადაიცვი. აი თეთრი მაისური შემოიხვია კისერზე. ვითო შარფია. მე 4 მაისური ხომ აწვედა ამ შარული შეგით კიდე პიჟამა მაქვს ამოწმული. მე 4 მაისური ბრაც მაქვს შარული ჯიბიში მიდევს. ამ ეკრანს უყურეთ, ჩვენი რეისი რო დაეწერება ჩავდგებით რეგისტრაციაზე რიგში. აუ, რეგისტრაციაზე მარტო პასპორტს ვაწვდით, ხო და მე მივიდოთ უსაფრთხოების კონტროლზე. ხო და უსაფრთხოების კონტროლზე უნდა გაიხადო ყველაფერი და წრიბინა კარებში უნდა გაიარო. აუ, ერთი წუთი. შიშველ მონა გავიარო იქ. ეგ რომ წედი და საერთოდ წამოვიდოდი აქ. რა შიშველი გოგო ქურთუქს იხდი მარტო ჩანთას მოიხსნი, მაგას გაატარებენ იქ სკანერში. აუ, წყალი დავითრიოთ რა აქ სადმე დაგჭირდება. დაიცე წყალზე მეგეპატიჟებით გავალ და ვიყიდი. აუ, თიკო ის რა მაგარი არა მადრიდში რო ვიქნებით. შურიანები იმინა ჩაიხჩობიან ბოღმაში, ოქროშვილი და ეგეთები. თეკლე არ მოიტანე წყალი? რა ვიცი როგორ რაფერი გადევს სახეზე? აუ, ან კითხო 7 ლარი ღირდა ერთი წყალი. მეთქი 6 ლარის გადახდით ნამდვილად არ ვაპირებ 3 წყალში თქო და გამოვბრუნდი. ახლა ვფიქრობ რომელი უფრო გაუკვირდებოდა გამყიდველს. რო გამოვბრუნდი თუ 3 ჯერ 7 როც და 6-ია. აუ, მისმენთ ესპანეთში ინგლისურად ხო ლაპარაკობენ? სავარაუდოდ კი. მაგრამ შენი ინგლისურით მაინც ვერაფერს გააგებინებ. აუ, პლიზ და აქტუალიტები საით არის? იმედია მოფსმა 7 ლარი არ ღირს. ესპანეთში მივდივარ, დრო მოვიდა. ესე იგი საიდან გამოჩხრიგეთ ეს ბილეთები მე არ ვიცი რა. თეკლას ერთ-ერთი ყოფილი მუშაობს ტურისტულში და იმართ რომ ძალიან მაგარი ფასებია ბილეთებზე. ხო და დავითრიეთ მეც თიკომას და თეკლამაც. აუ, მეც მინდა, ჩემთვისაც აგეთრია. გთხოვ სანამ არ გადავკვეთ საქართველოს საზღვარს ხმა არ მოიღო. მისმინებ, რა უნდა მოინახულოთ ეხლა მადრიდი? ხო, ძირითადად მადრიდში. თეკლას დეიდა ხომ მან ცხოვრობს მანდარი გათხოვილი და ბინაში ფული არ დაგვეხარჯება მაგასთან მივდივართ. ჩემი სატენი სად არის? ოთახში დარჩა. წაიღე ყველაფერი, არაფერი დაგრჩეს აქ. ამარიკო ჩართე მიდი ერთ ტელევიზორი მოვისმინოთ საინფორმაციო. საქართველოს შემდეგი პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი იქნება ქართულმა ოცნებამ საკუთარი კანდიდატი წარადგინა. აუ, ერთი სული მაქვს როდის გავფრინდები. ინგა თვითონ შროცუდად გავხდი.
პარკი წაიღე იქ და თუ გული აგერევა გამოგადგება. ეგრე ვაკეთებთ ხოლმე მარშრუტკაში მე და დედა. სწორს გეუბნება ბავშვი, აიღე მიდი იქ ქაღალდის პარკები როდებს და წაიღე ერთი ცალი. მისმინებო პირდაპირ ფრენა გააქვთ. ჯერ თბილისიდან მივდივართ ქუთაისში, ქუთაისიდან მე სტამბოლში, სტამბოლიდან მადრიდში და მე მივიდეთ თეკლას დეიდასთან. მიზერება. ხო თეკლა. და პასპორტი წამოიღო თუ არა, მაგის გარეშე არ წამოხვიდე იქ. დი პასპორტი რა არის? რობერტიძია რომ მეუბნებოდა ხოლმე ბავშვობა შეფა პასპორტი მაჩვენეო? არა, კაცო, გამომეცალე ერთი წუთი და. ანასტასია რო ჩახვალთ იქ, დარეკე ეგრევე იცოდე არ მანერვიულო აქ. ნუ გიშინია რა. თეკლას დეიდა დაიმატე Facebook-ზე, ნონა ხიდაშელი. მომიძებინე ვიდეო მარიკო ამიკრიფე Facebook-ზე, ნონა ხიდაშელი. ხიდაშელი ბიჭო, ძიდაშელი კი არა. რა იყო შენ პრეზიდენტობის კანდიდატი ხო არა ხარ, ვერ გავიგე. დრამაცინებს. ომერიკო მიდი ერთხელ შკიტრი დაიჭირე და მეორეში ლიმონადი. აი ეგრე კაია. აი მე ძალიან კაი ქორწილია, მაგრამ რადგან ეს მუსიკოსები არიან უარგისები. რა ვიცი, მივედი მეთქი მუსიკა შევუკვეთავ თქო. ფულსაც ვაძლევდი. ვერ დავუკრავთ კალბატონო. ინგა სამლარსაც დებდი და ვინდა უკრავდა. რა ვიცი, სამლარად მცხეთამდე ჩამომიყვანა, აგერ გდანიდან ტაქსიმ და ამათ მუსიკა უნდა დაეკრათ. რა სამლარად? სამი კი არა, 23 უნდა მიგეცა. ხო გითხარით რომ ეს ტაქსისტი ჩვენ გვაგინებს მეთქი რომ არ დამიჯერით. ინგა წამოდი რა ვიცეკოთ ისე მიყვარს. წამო. ვაიმე, ბარა ლალიკო გაერთე მიდი შენ უჩემოთ. ხო. ამ დახეთქილი ფუსლებთან რა უნდა იცეკოს გამაგებინა. წამო რა ინგა ვიცეკოთ, კინტაურია ჩართული. მიდი. შევწყვი ჩემი სიკუთები და გააღემიდი კანები. ინგა ასეთ რატომ მოხვედით რა მოხდა? ჯანდაბა მოხდა. რა ვიცი კინტაური ჩაირთო გოგო და იქ ატეხეს მე გოგოებმა აბა ინგა ჭიქა უნდა აიღო ეტაკიდანო და რა ვიცი მეც რო ავყები გადავიხარე და ხრიძო რო დაიძახა ამ შარომა გამომებტუნა ყველაფერი. ძალიან ჩახეულია უყურე. აი მე კორწილის ვიდეოში არ ჩამისვანე კადრი. არ ჩასვამე ნუ გეშენია. მით და გამოგივლი მე. ანასტასია ვიცი უხარ გადაგიღია. მაჩვენი მე. სიკუდილი ჩავხედე თვალებში და უბედურებაა ეს. დედა რა მოგივიდა გოგო? ვაიმე სუტალახიანი გაგშარვალი, ახალი შარვალი, კაი სტილია. რა ვიცი მე ვტინტელია. სვეტას ვლაპარაკებთ გოგო სამსონიძეს, რომ დავემშვიდობე და შემოვტრიალდი, ფეხქვეშ რომ მიწა გამოგეცდება, ჩავარდი ორმოში. როდის ამოთხარა ის ორმოდა, ვინ ამოთხარა არ ვიცი. ეგ 2-3 დღის წინ ხო ამოთხარის გზაა გასასწორებელიო და ეგ შენ გაასწორე და მეორე გენი გაასწორებენ, კაი რა. ეგ რა ლებანიძეებს ბავშვს ჩავარდათ გალიას კი შეგნით, ხო? მე ხო დადიან საარჩევნო და პოლიტიკოსები კაცო უთხრათ აგერ რომ ინგრეულია ყველაფერი და პირობები არ აქვს. კაი რა თინგო რა, ეგენი სულ ერთმანეთს ლანძღავენ მის დღემში კაცო. მე კარგი ვარ, ის ცუდია, მე ანგელოზი ვარ, ის ეშმაკია და მე რაში მათგება ეგა კაცო. მაგრამ გეკითხები. დადიან გარდაკარდა, ჩემთანაც ხო იყვნენ ამოსულები. ლამარას დავკაკუნეს კარებზე, გასაუბრება გვინდაო და მე უთხარი გარდაიცვალა ეგ კალი თქო. კალი კლინიკამდე ვერ მიდიოდა და წამალს ვერ ყიდულობდა მეთქი და შენც არ მომგვიდე ჩაიქნიეს ხელი. რა მნიშვნელობა აქვს ახლა დარესულები ადრეს აძლევდნენ ხმას არჩევნებზე და მეგარი ალბათ მაგათთვის მთავარი. ერთი გადავაწყდე რომელიმეს რა. იმაზე კი არა მილაპარაკობს. უმუშევრობა როა გამეფებული. წამალს ვერ იყით, საჭმელს ვერ იყიდი. ეს ამდენი ხალხი გარბის საზღვარ გარეთ, ჩემი ორივე შვილი წავიდა. ერთი იტალიაში, მეორე პოლონეთში. ეს ნორმაა? ხო და ერთმანეთის ლანძღვით კაცო ხალხს არაფერი უკეთდება. მეტად უნდა იყვნენ მობილიზებულები ამ ხალხსა და მაგის საჭიროებებზე. ოქრო ვერცხლი არავის არ უნდა კაცო, მაგრამ ღამეს რომ ათენებ და 700 ლარი მაქვს ხელფასი. მაგით ვარ ჩინო ოჯახი. თანში როგორი პუტკუნა და ესეთი შვილები ყავს, როგორ მიყვანა, ნიუანე და მარიამი. გიორგი და ელენე გოგო. ხო, ძალიან მიყვარნან. და ჩემი შვილები უმაღლის და მაგითაც რო დამთავრებულები 800 ლარიან სამსახურში არა იყვანეს არცად. აბა და რა შვილები ყავს მე შენ? ჩემი შვილები ვით მიყვანა ზურა და კრისტინე. დაჩი და ნინი. ხო, ძალიან მიყვარნან. ნუ საკირინაი. ომათიკო რა მოხდა? ოთახში გავატანე სარეცხი, წამოვედო ფეხი ხალიჩვაზე და გადაგორდა გახვეული იყო პირსახოთში. მე მაგაში რა არის სასაცილო, კიდე კაი რომ მუხლები არ გადავიწყავე. მუხლები როგორ გადაგიტყოვებინა და საცმელზე დაიცირ ბილად. ყველას კი არ უმართლებს ეგრე. კაი ჩუმად იყავდი ხა ჩელენჯის ვიდეო უნდა გადავიღო. ომარიკო იქით გადი. ეხაც გამიცინი. რაღაც არ გამომდის. ინგა შენ როცა ვარ გინდა? მე გადაგიღე ვიდეოზე შენ რო ილაპარაკო. რა უნდა ვილაპარაკო? რაღაც ჩაჭეტობა იქნება არ მინდა კაცო.
თუ მოვიგეთ პრიზია ვილის 2000 ვაუჩერი და AirPods-ები. ვილაპარაკებ მე რა პრობლემაა? თუ მოვიგებთ კიდე მაგ ვაუჩერს, გავიყოფთ ოჯახში. და AirPods-ები თუ მოვიგეთ, ერთ შენ გაიკეთებ და ერთს მე. კაი, მოკლედ ესეთი ჩელენჯია. ვიდეოში ვილაპარაკო ევროკავშირზე და მის ერთ-ერთ სიკეთეზე, რომელიმეზე. ან შენი გამოცდილება მოყვე და თქვა რატომ გინდა რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანდეს. მე ვიდეოს უდადე ფორი ჰეშტეგი უნდა გავუკეთო. მე მინდა ევროკავშირში და ჩემი ხმა ევროკავშირს. სად იყავით თქვენ მე რო ეგ ჩელენჯი გადავიღე და დავდე. არა მგონია რომ თქვენ დებლური ვიდეოთი ლაიქებში გამასწორეთ. ამას უყურე. ინ გამოს როგორ ვერ უნდა მოუგოთ 15 აგვისტომდია თან დრო. მიდი ვიწყოთ გადაღებას დაჯექი მანდ. ვაი, მართლა რო ვერ მოვუგოთ, ხო შემწყები ხალხ ჩამხელაკალი, შული ვერ დავუმარცხებია. ტელეფონი რო წავართვა და წავშალოთ ეგ ვიდეო რა. არა, სულთან ვითამაშოთ წესების დაცვა, როგორც ევროკავშირი შეეფერება. დაჯექი. ვიდეო მაინც გადამეხოწეღა რო წაიქცავ, გავაშავებდი მაგით. მიდი წელში გასწორეთ და კამერას უყურე. აკეთე ხო. რანაირად წაიქცა კაცო. გასწორდი.